მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით, რა ვახართ, რა შობით? მე მგონი უკვე დაიწყო ამინდებია რა. ამინდობია და სეზონობია დაიწყო უკვე. საჭიროა რომ მოვაწესრიგოთ მოტოები, რომ კარგად ვიკატაოთ და ლამაზად ვიკატაოთ ამ სეზონზე. და მეც გადავწყვიტე ჩემი კვიცური მივიყვანო Delphi Motors-ში, რომ უფრო კაივიძე იყოს. ვინც ამარხს უყურებთ, გეცოდინებათ, რომ მან ისე არ ვემპყრობი ამ მოტოციკლეთს, როგორც იმსახურებს, ცოტა ცუდად ვემპყრობი, იმიტომ რომ ეხლა ამდენ რაღაცას რომ ავკიდებ ხოლმე კარავს და რავი, კარავთან ერთად რაც გჭირდება ყველაფერს, იკაწრება ცოტა ეს რაღაცა. ხო, ისეთი ბზინვარება აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა. ამიტომ უნდა დავუბრუნოთ და მივდივართ Delphi Motors-ში. ხო, ეს ერთი ამბავი და კიდე მეორე ამბავი. ეხლა ჯგუფში კი დავწერე Black Bells-ში, მაგრამ ყველა ხო იქ არ არის. ამიტომ აქაც გავაჟღერებ. 11-ში კვირას არის დრაგი. როგორც იქნა, გვეღირსა და საქართველოს მოტოფედერაციამ ჩვენი კლასიც დაამატა რა. ანუ ჩოპერები, ბობერები, კლასიკურები რა, ერთი სიტყვით, კრუიზერები, ამბები. ხო და 883 ვისაც ყავთ? დამიდექით მაგის დედავატირი, არ გაინტერესებთ თავის გატესტვა? ან დავი, ჩემი გამოცდა? ხო და რავი ძმაო, 100 კილოიანი კაცი ვარ, ეხლა არ არსებობს 883 ვისაც ყავს ჩემი წონის იყოს. მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში. ბენზინი ვტკლიცოთ და გავაგზავნოთ საუბარი. მაგარი შაბათ-კვირა და პარასკევი და რავი, მაგარი ვიქენდი გველოდება. ერთი სიტყვით, რა ხდება ეხლა? მე ამ ვიდეოს დღეს დავამონტაჟებ და ხვალესთვის შევაგდებ. დღეს ხუთშაბათია. უიჭველა. ხო და პარასკევი, შაბათი, კვირა არის დიდი ამბები, იმენა დიდი ამბები ხდება. პარასკევს, ანუ ხვალ არის მოტოკლუბის Invictus-ის დაბადების დღე. ჟილეტიანი კაცების იქ წავალ უეჭველი დამბატიჟეს, რისთვისაც მადლობა თაზოს. ხო და გადავიღებ იქაც Invictus-ის გარდა იქ ეხა სტუმრებიც იქნებიან, რა თქმა უნდა, ისევე როგორც მე დამბატიჟეს, სხვებსაც დაუძახეს მეგობრებმა და წესით მაგარი რაიდი უნდა გამოვიდეს. რაიდი იქნება და რაიდის მერე კიდე გართობა და ამბავი რა. რასაც გადავიღებ უეჭველი. შემდგომ შაბათს მივდივარ Havana Club-ის ამბავი არის. სიგარები, ვისკი, რამე, რუმე, იქაც ბაიკერები მოდიან, ბევრი. მაგასაც გადავიღებ და კვირას რაც თავარია, დრაგი მეგობრებო, დრაგი იქნება კვირას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემნაირი ბაიკის პატრონი, ვინმე მამაცი გამოდგება და იტყვის, რომ დავაი, დავდგეთო ლაშაო. ბიჭო, ეხა ქუჩაში რო დავდივართ და თვითუმეტეს მანქანებში და რაღაცა ვიღაცები შემხვედრილ ხართ და საკაიფოდ გვიგონკავია და რაღაცა გვიძრომიალია, გასაგებია, რომ ეს დაბალი კუბატურაა და ეგრე უფრო გასართობია, მაგრამ დრაგზეც რავი, მაგის დედავატირე 402 მეტრი რა გახდა? 402-ია მე მგონი, თუ არ ვცდები. დავდგეთ რა. ეხა იქ გავიღადავე იმაში, რა ქვია, ჩვენს ჯგუფში, რომ ბოლტებზე ხო, მაგრამ ბოლტთან ეხა შანსი არ მაქვს ვიცი. თუმცა თუ არავი გამოჩნდება, რავი, დავდგები ბოლტთანაც მაგის დედაცვატირე, მაგრამ აი უშანსოდ გასვლა არ მინდა რა. აი წინასწარო იცი რომ წააგებ, ვაფშე სხვა ამბავია. Delphi Motors.
გენცვალე გაიხარე. აკაკი ბელიაშვილის 109 ნომერი არის მეგობრებო. დავაი დავაწყდ. ოუ, რამხელა რაღაცაში ჩავარდიჭ. ამ გზებს კიდე ოდესმე რამე ეშველება? რა იყო მაგის დედავატირე? არც ეგეთი ფარჩაკი ქვეყანა არა ვარ, ხარო. დედაქალაქში ესეთი ამბავი იყოს გზებზე რა. ეხავს პროსტაჩი. მართლა ძალიან ეხავს რა და რაღაცაზე პრეტენზია რო გვაქვს მერე კიდე და აი ისინი როგორც ამბობენ ძროსლები. გამოდიან მერე და დაიწყებენ გამოდიან და იტყვიან მე რომ გამოდიან და მე ამბობენ რაღაცებს. ხო და რომ გამოდიხარ და ამბობთ რაღაცებს. ქალაქს მიხედით ბიჭო, რა იყო, რა გახდა, ჩემი გაი. აქედან მაინც აკეთებთ ფულს, გზებისგან კეთებით მაინც აკეთებთ ფულს და აკეთეთ ბიჭო, რა ვიცი, ჩემ რამდენიც გინდა აკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ, გზებიც გააკეთეთ. მარტო ფულს ნუ აკეთებთ. იმ პრინციპით ვიხელმძღვანელო, ყველა არღვევს და მის დავარღვევო? ვითომ? ხნა, ეგ მაიმუნობა? აუ. შემომერღვა ბიჭო. ეს ხო მარტო საქართველოში გვაქვს. ქართულ ენაში შემომაკვდა, შემომერღვა, ალაშანა. ოპა, დელფი მოტორსო, გამარჯობა. ეხლა გაჩვენებთ რა მდგომარეობაშია ამ ეტაპზე. მე უკვე რო გაკეთდება, მაგასაც გაჩვენებთ. დავიწყოთ აქედან. არ ვიცი რამდენად ჩანს ეხლა. კარგად. ამ კამერას ეკრანი კი აქვს, მაგრამ აქ კარგად ჯერ ვერ ჩანს რა, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. რა შეეხება ბაქს, აი ნაკაწრებს ხედავთ, მე მგონი, ხო? არ პრიალებს ეხლა, ხო ხედავთ, რომ ფაქტი არ პრიალებს. რას გავს რა? მიესალმები ლაშას მაყურებელს, მე ვარ გუგა ტიკლაური, კომპანია დელფის დირექტორი, ასევე მოტომოყვარული. დღეს ლაშა მოგვიყვანა ჩვენ თავისი მოტოციკლეტი, რომელზეც უნდა გავაკეთოთ ჩვენ პოლირება და პოლირების შემდეგ უნდა გავაკეთოთ კერამიკა. ერთი ცუდი ფაქტი ის არის, რომ მოტო არ არის თვითონ იდეალურ მდგომარეობაში და ლაკის დაზიანებული აქვს და შესაბამისად პოლირებით ვერ მივიღებთ იმ იდეალურ შედეგს, რა იდეალური შედეგი შეიძლება რომ გამოსულიყო, მაგრამ იქნება კარგი, მიიღებს კარგ ბლეთს და შემდეგ უფრო მეტი ბზინვარებისთვის და უფრო მეტად რომ ნაკაწრები იყოს დაცული, ნაკაწრებისგან რომ იყოს დაცული, გადავუსვამთ ამ მოტოციკლებს ჩვენ ჯიონის კერამიკას. მოტო მოყვარული ვარო, რო თქვა გუგამ, ხო გაიგეთ. მაგარი მოტო ყავს მეგობრებო და შემომთავაზა გაატარე თუ გინდაო და უარს ნამდვილად ვერ ვეთხოვდი, ისეთი მაგარი მოტო არის. გაჩვენებთ ახლა.
angel wings, I told the devil that will ვა, ფეხების დასადები ადგილი რა უცნაურია, ჩემი მოტოს მერე. ბიჭო, რა შვება? ვაიმე! რა მაგარი მოტოა. ვა, როგორ ასწორებს, ბიჭო, იმედია კადრი კარგად ჩანს რა. ვა, quadlock-ი. ჰოპა! quadlock-იც დამხვდა. რა ძერსკი ბაიკია, ბიჭო. კაროჩე რა, ყველანაირი ბაიკი უნდა ყავდეს თითო კაცს რა, ვისაც ბაიკები უყვარს. იგია ჩემი აზრი. ვაიმე! ოუ, რა გიჟი რაღაცა. სად გავიკატაო? სად ხარ დავტრიალდე ვაფშე. არა, ვერა. ძალიან კაი ბაიკია, ვერ დავტრიალდები ესე მალე. ჩემი ბაიკის მერე შეგრძნებებს რაც შეეხება, რო გითხრათ, აი მგონია რომ ყველას გავასწრებ დედამიწაზე რა. აუ, ძალიან გარბის ბიჭო, აი ძალიან გარბის. აი ისედაც მე ესეთი, ანუ ესეს ხარტი მოტოს ტარებას არ ვარ მიჩვეული და აი რასაც ითხოვს იმას ვერ ვაკეთებინებ რა. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ცოტა დავიძაბესავით რა, ამ სიჩქარის გამო და სისხარტის გამო. არა რა, აი მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებ ამის ტარებით. რაღაცა მაიმუნობებს ვიზამდი სიამოვნებით რა ბაიკით. 2023 წლის ბაიკი არის თან ხალხო. იმენა საქართველოსთვის იმენა გუშინდელი არის, ცინცხალი. აი სარკეები მიტეხავს ცოტა რა. უფრო გაბედულად ვერ დავდივარ. პატარა სარკეები რო ახლა და ამას ძალიან უხდება ეს სარკეები. ხმა გესმით იმედია რა. ძალიან მაგარი ხმა აქვს. და მანევრი ბიჭო რა კაი აქვს. აი ამ ხელაზე რო აქვს გამოწეული ეს მოტორი აქეთ-იქეთ. არ მეგონა თუ ესეთი კაი ბალანსი ექნებოდა, ნუ არა. BMW არა. იცის მაგათ მაგ ხალხმა და მაგ კომპანიამ თავისი საქმე. უიმე! აუ ძალიან მინდა რომ ეხა უფრო ხოლიგნურად ვიარო, მაგრამ მართლა ძალიან მეშინია რამე არ მოხდეს ინციდენტი. არასწორებს ხვის ბაიკზე დაჯდომა რა. დაძაბული ხარ. ბიჭო არა, ამით ეხა ჩვეულებრივად სპორტებთან ერთადაც ვივლიდი, ჩემი რო იყოს. ძალიან ჩვეულებრივად რა, ეხა თუ ავტობანზე 300 არ გავჭიმე, რაც დაჟე მგონია რომ შეიძლება შეეძლოს ამ ბაიკს. ინფორმაცია ამ ბაიკზე როგორც ასეთი ბევრი არ მაქვს, ბევრი რა საერთოდ არ მაქვს. რა ვიცი რომ ლამაზია და ლამაზი კაფე-რეისერები კეთდება ამით, პროექტები კეთდება ძალიან მაგარი. სკრამბლერადაც მინახავს გადაკეთებული და ისედაც ორიგინალი ძალიან ლამაზი არის, ძალიან. მაგრამ აი დამღალა ცოტა რა, ესე შეჯდომამ მიჩვევაზეა ალბათ რა. ხელები დამეკალა ძალიან.
არა ძალიან ზერსკია ბიჭო ხო არ გადაუჩი. ძალიან ზერსკი. მაგრამ ეხა სიამოვნების ამბავში მე მგონია რომ ენდუროს მერე უკვე მგონია რომ მეორე ბაიკი თუ მეყოლება ჩოპერის გარდა რამე რაღაცა უფრო სუპერმოტო ენდურო ამბავი რა ესე მგონია. მესამე ბაიკად უკვე დავფიქრდებოდი ლამაზმანზე ბიჭო რა ლამაზი ხარჩი. აუ რატო გავჩერდი? აი ხო ხედავთ რა, აი ბაიკითა ვარ და ჩავდექი ჩვეულებრივად საცობში. სხვისი ბაიკი რო არის და მეუჩვეველი რო ხარ და იგი და იგი. ჯობია, ბევრი არ გაურისკოთ. ვაიმე, დედა. არ ქრა ლაშა ეგრე. შეგრძნება მქონდა რომ ცხვირს აწევდა, ისე მომიწია უკვე რულზე მოჭიდება. ცოტა გაზი რო გადავწიე. იჰა! რა ძალიან კარგი ხარ? ბიჭო რა ტორმოზი აქვს ცოტა საშიში არის. აი ესენი რა არის აქ ვაფშე გამაგებიანო. მიხვევა გასაგებია. პავაროტნიკები უფრო სწორად. და დაქოქვაც გავიგე. ვაიმე, ვაი! უცასტრაფია. მაგრა დასწორე. აი ამ მოტოზე ხა ვატყობ რომ მუხლები და შემოუჭირო უფრო მოტოს მე მგონი რომ ხელები ძალიან არ დაგეყალოს თორე ხელები მეტკინა უკვე ხო და აი ცოტა მუხლებს რო ვუჭერ უკვე ნორმალურად მიჭირავს რული ძალიან ძალისხმევა აღარ ჭირდება აგერ არის დელფიც, მოდი რა შევიდე პირდაპირ, რამე არ მოხდეს თუ ძმა ხარ. იდეალური სტრიტი. აბა როგორ მოგწონთ მეგობრებო? არის სიბზიალე? 20%-იანი ფასდაკლება ჩემი გამომწერებისთვის დელფი მოტორში მეგობრებო, ჩემი სახელით მოხვალთ და მიიღებთ ამ სერვისს. ესეთი თვალის მომწრელი მოტო. ალაში თუ დაინახეთ, ესე იგი მე ვარ რა. აუ, ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მაგრად გააკეთეს დედას გეფიცებით, ამდენს მართლა არ ველოდი. ისეთ მდგომარეობაში იყო მოტოციკლეტი. ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, ოღონ მართლა რა. ძალიან ბზინვარეა რა, ძალიან ბზინვარე და ძალიან კაი ხალხი არიან მეგობრებო. აი დედას გეფიცებით გულწრფელი რეკომენდაცია ჩემგან. და რეკომენდაციას თავი დავანებოთ, პლუს 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს ჩვენებზე. ხო და ეგ ძალიან გამეხარდა რა, ეგ რო გააკეთეს. იმიტომ რომ ნუ ეხა სეზონი მოვიდა უკვე და ბევრს გვინდა რომ უკეთესად გამოიყურებოდეს ჩვენი ბაიკები, ხო და მაგისთვის იდეალური ამბავი არის ეს რა, Delphi Motors. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. კიდე ერთხელ გეუბნებით, ვისაც 883 ყავთ მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დრაგზე დავდგეთ რა. გავერთობით რა, მინიმუმ გავერთობით რა და
გამოცდილებასაც შევიძენთ და რავი, გამოვცადოთ ჩვენი თავი და ჩვენი მოტოციკლეტები. რა სიტყვით. არ არის ცუდი ამბავი. თან ისტორიული ის არის რა, დღე არის, რომ საქართველოში პირველად იქნება ესეთი კლასის მოტოების დრაგი. ხო და ეხლა რომ მე უბრალოდ ავდგე და გავიდე, იქ ისეთი ბაიკებია, შასი არ მაქვს საერთოდ, ხო და რავი, ერთნაირი ბაიკებით დავდგეთ და გავიკატავთ. აბა, კარგად ბრძანდებოდი. არხი გამოიწერე.